როცა მოსაწვევი მომივიდა და რადიაციის ნიშანი აღმოვაჩინე მასზე, ვიფიქრე თბილისი ლაივს ჩერნობილში ეპატიჟებიან თქო, მაგრამ არც მეტი არც ნაკლები უბრალოდ კლუბ რაიდის გახსნაზე მოვედი. აი კრისტი ყიფშიძემ ბამბაში მოსულ სტუმრებს შესთავაზე სწორედ ჩინურ ახალ წელს შეხვედროდნენ, რაც გასაკვირი პრინციპში არ იყო ამდენი კრისტი ფართისა და თუ გინდ კრისტი ქრისმას ფართის შემდეგ. ეს ხო არ იღებ ახლა? არა. We will see what the future brings, but now we're like a quite good team. ბაგრატიონის დარბაზში ქართული ტრადიციული სამოსის ჩვენება გაიმართა, რომელიც სამოსელი პირველმა შემოგვთავაზა. ჩაიცმევდი კი, რა თქმა უნდა, ჩავიწვევდი სიამოვნებით. იყო ძალიან მაგარი ჩვენება ეს, რაც დღეს იყო. თუ 10 წლის წინ აკრიტიკებდნენ, დღეს მასზე დასწრება პრესტიჟულიც კი გახდა. ივენთ ჰოლში როგორც ყოველთვის უამრავი ხალხი შეიკრიბა ასაფართიზე. ჩვენ რა თქმა უნდა იმპროვიზირებთ. ასა პროექტის მთავარი მიზანი არის იმპროვიზაცია.